სადღესასწაულო ლიტურგია გაიმართა რეგიონებშიც ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ჩაატარა ლიტურგიას ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მიტროპოლიტმა გრიგოლმა საშობაო გზავნილში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკლესიის კრიტიკული ხმა უნდა აფხიზლებდეს ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელ ადამიანებს. ღმერთს შევთხოვთ, რომ დაალოცოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო, ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამწყლოსადმი საშობაო გზავნილში. ალავერდის საკათედრო ტაძარში კი ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია აბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ალავერდის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ მეუფე დავითმა მრევლს სიტყვით მიმართა და ქრისტეს შობა მიულოცა. ქუთაისში საშობაო ლიტურგიით მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში აღევლინა. საზეიმო ღვთისმსახურება ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა. მეუფემ მრევლი დაუცა და შობის დღესასწაული მიულოცა. დღესასწაული აღინიშნა აჭარაში მოქმედი ორივე ეპარქიის ყველა მართლმადებელ ტაძარში. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში. მრევლი მთელი ღამის განმავლობაში ესწრებოდა სადღესასწაულო წირვას, საშობაო ლიტურგია აღევლინა ასევე შიდა ქართლის ყველა მოქმედ ტაძარში. მადლით და რწმენით გამთლიანებული იყოს და გაძლიერებული იყოს ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა ბევრი ბედნიერი შობა გაგითენათ. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ქრისტეს შობის დღესასწაულია. მე მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს, ქართველ ხალხს, ქართველ ერს მიულოცო, ქრისტიანებს მინდა მიულოცო, მართლმადიდებლებს მინდა მიულოცო. გილოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, სრულიად მართლმადიდებელი სამყაროს აღნიშნავს დღევანდელ დღეს. საქართველოს გადმოაფინოს თავისი მადლი და ნათელი და ყოველ ჩვენთაგანში იშვეს იესო. უდიდესი დღესასწაული არის შობის მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულია. სრულიად საქართველოს მიულოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს, ბედნიერება, ჯანმრთელობა მოეტანოს ქრისტეს შობის დღესასწაულს. რა ვიცი, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვწამს ღმერთი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მოგილოცავთ პირველ რიგში, უფალი გვფარავდეთ. ყველანაირად რასაც ჩავითქვამთ, უფალმა აგვისროლოს. ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის მართლმადიდებლებისთვის, ქრისტიანებისთვის, არც ბედნიერებას, მშვიდობას ვისურვებ, რაც მთავარია ყველა ქრისტიანს. ქრისტეს შობა და ქრისტე თვითონ არის, რომელმაც თვითონ დაგვიძახა და გვითხრა, ჩემზე დააშენეთ საკუთარი ცხოვრება და სიხარული, ბედნიერება და მშვიდობა, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებთ, გექნებათ აუცილებლად ყოველთვის თქვენს გვერდით. ულოცავ ყველას ამ შობის დღესასწაულს. მადლიერებულ დღესასწაულს ულოცავთ ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში, ცნეულებაში, საფრანგეთში, ჩვენ სულიერ შვილებსა და ძმებს აფხაზეთში და სამაჩაბლოში. უდიდეს წუხარებას გამოვხატოთ საბერიოში ტრაგიკულად გარდაცვალებულთა გამო და უთანაგდოთ მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. გვედრებით ღმერთს, რათა გულიწმინდა დააბადოს ჩვენთანა და სულისკველი გამგვიახოს გვამოსაჩვენოს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიყვარულისა და მამისა, ზიარება სულისა წმინდისა, იყავთ თქვენ ყოველთა თანა. მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში. იხარეთ ორსავე სოფლისაში.